მსახიობია. ეს მსახიობია. ვარდისფერი სათვალე მქონდა და ეს დაინგრა და გამოჩნდა რა არის ცხოვრება. კუპები, ნინო და მაკა. მე რა სახელა. რო დაგხვდა გითხრა, ხო კარგი ყო ჩვენ ძალიან. აი ხა დაივიწყეთ როგორც კოშმარული სიზმარი. ქალობა მე მომიხდა უფრო. ქალი განათების ქალი იდგა. გავგიშდი. სუნით ყველაფერს ვიგზავნე რომ ეს ძალიან ესეთი ცხოველური მივხვდი რომ ხო ეს არის ჩემი ადამიანი. არ მინდა ამაზე ლაპარაკი. კარგად გიჯაშუშიათ. ეს არის ფოტო, სადაც ვართ მე და ჩემი ტყუპისცალი და ალბათ 2-3 თვისა ვართ, როგორც მე ვხვდები. ჩვენი ბებია და ბაბუა, მამის დედა და მამა და ჩვენი დედა და მამა ახალგაზრდები. ეს არის ქალაქგარეთ ზაჰესში, აგარაკი ქონდა ბაბუას. პოლკოვნიკის სახლს ეძახდნენ, ბაბუა პოლკოვნიკი იყო. და ვიცი არაჩვეულებრივი ბაღი ქონია, ბაბუა კარგად მერე პენსიაზე რო გავიდა, საოცარი წალკოტი მოაწყო. ვიცი გახარებულები არიან დედა, როგორი ახალგაზრდა და მამა და ბედნიერი ხალხი არა, უხარიათ. ეს არის. დედა როგორი გახსოვთ, თქვენ რო პატარა იყავით, აი როგორი იყო დედა? კაცრი დედა რაღაც დედაც და მამაც არაჩვეულებრივი ხალხია და არაჩვეულებრივად მახსოვს ორივე. მე და დედა უახლოესი ადამიანები ვართ, როგორც ჩემი და ისეა. ეხლა შეიძლება მე ვარ დედა ჩემის დედა. წლებია დედა ავათარი და აი ესეთი საყვარელი ახალგაზრდა ბედნიერი მიხარია. ხედავ მამა ჩემი როგორი სიყვარულით უყურებს ამას ყველაფერს. ბედნიერი დრო არა. აი მე რა საყვარელი ფოტოა როგორ ეს მე და ჩემი დავართ ტყუპები ნინო და მაკა. რაღაცა წიგნს უყურე მე რა სასაცილო ფოტოა რა საყვარლებია. თითქოს სხვა ხალხია ეს, ჩემთან აღარც ვაკავშირებ ამას, ვიღაცა ორი გოგო. მე ჩემდაზე მაღალი ვარ, ის დაბალი. ხო ტყუპები ვართ, მაგრამ პატარა განსხვავება იყო სიმაღლეში და რაღაცას ეთყობა გვეუბნებიან და ჩვენ წიგნით, წიგნს უგვიკითხავდნენ და ჩვენ ძალიან გვიყვარდა კითხვაც და მოსმენაც და აი მე რა საყვარლობა. ეხლა ვართ ალბათ 4 ან 5 წლის. ზუსტად ვერ ვიხსენებ. რომელი წელია? 75 თუ 73, ну აი რაღაცა 4-5 წლის ვარ აქ. ჯი. ის დაწესო მალუშ. მახსოვს ჩემი თავი, ჩვენ ცხოვრობდით ირანში, მე იმდენჯერ მაქვს მოყოლილი. და რა მახსოვს იცით, ჩვენ ვიყავით 2-დან 5 წლამდე და მე მქონდა მუხლები მტკიოდა, რაღაც რევმატიული ტკივილი იყო, რაღაც არ მქონდა რევმატიზმი, მაგრამ მუხლი მტკიოდა და მახსოვს რომ აი ეს მუხლები როცა მტკიოდა ღამე, მამა ზოგჯერ მოდიოდა მიმღეროდა ძირითადად დედა იყო ჩემთან და ეს იყო ირანში, ეს მახსოვს, ძაღლები ყმუოდნენ და მამა აი მიყვებოდა მელაპარაკებოდა იმ ძაღლებზე და აი ესე იგი ეს იყო 5 წლამდე და 5 წლამდე მახსოვს. მე მახსოვს იქაურობა, ის ძალიან ლამაზი ბავშვობა იქ იყო, ესეთი ძალიან ბრჭყვიალა და ლამაზი იმიტომ რომ მაშინ ირანი სულ სხვანაირი იყო, ეს იყო ახლა ბევრს საუბრობენ ამაზე, რეზა ფეხლევის პერიოდი იყო.
და მუჰამედი რეზა ფეხლევის პერიოდი იყო, რაღაც საოცრება იყო, სილამაზე, ყველაფერი იყო ძალიან ისეთი განსხვავებული ვიდრე ჩვენ აქ საბჭოთა კავშირში, მშვენიერი, თავის პეპსი, კოკა-კოლა, აი ყველაფერი, კევი, ეს ყველაფერი ეს ისეთი ძალიან ისეთი. მახსოვს რომ სახლს ჰქონდა აუზი, ჩვენი ზაფხულში ვცურავდით მე და ჩემი და საერთოდ რაღაც არაჩვეულებრივი პერიოდი იყო, რომელიც აი ეს შთაბეჭდილებები ძალიან დიდხანს კვებავდა ჩვენს ცხოვრებას. ბავშვობა იყო აი ულამაზესი, უმშვენიერესი და მე რო იტყოდი რომ შენ ირანში ცხოვრო და ეს იყო იმ წუთას რომ ერთი ნაბიჯით რაღაც წინ იყავი რომ შენ ირანში ცხოვრობდი. როგორ აღმოჩნდით ირანში? მამა მშენებელი იყო და 3 წლიანი კონტრაქტი ჩვენი საბჭოთა სპეციალისტები მიყავდათ. იქ რაღაც ქალაქს აშენებდნენ არია შახრს, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით და შემდეგ როცა ჩამოვედით მეორე თუნდა წასულიყო, უკვე 78 წლის ბოლო იყო, მაგრამ 79-ში მოხდა ეს რევოლუცია, ისლამური რევოლუცია. აიათოლა ხომეინი ჩამოიყვანეს ირანში და მოხდა საშინელება და როგორც მახსოვს ესე რომ საბჭოთა სპეციალისტები სულ რა ვიცი ლამის რაღაცა მანდარინის თუ ფორთოხლის ყუთები თუ რა შეიძლება ეს სისულელეა და ჩემი ბავშვური შთაბეჭდილება ესეთი რაღაც მეხსიერებაში ჩარჩენილი მაგრამ თითქოს იმ ყუთებით გაიყვანესო ნუ მოკლედ დიდი ხოცვა-ჟლეტვა და იქ შიგნით დაპირისპირება იყო და ძველი კონტაქტების ჩაჭრა აღარ გამოვიდა იქ წასვლა და იმის მერე აი 79 წლის მერე ეხლა ირანში ეს ყველაფერი რაც ხდება და როგორც ხდება ჩემთვის და რა ვიცი აი ჩემი დედა ჩემისთვის მამა ჩემისთვის ჩემისთვის ძალიან ის არის მტკივნეული იმიტომ რომ რაღაცნაირად ვერ ვიტყვი რომ მეორე სამშობლო მაგრამ ეს ქართველი იქ ფერეიდნელი ქართველები ირანი ჩვენთვის ძალიან ახლობელი ქვეყანაა და მე გულწრფელად განვიცდი იმას რომ ეს უძველესი კულტურის და რაღაცა საოცარი კულტურის ხალხი, რა ვიცი, ფაქტიურად ეს არის დამონებულ მდგომარეობაში. ეს ძალიან გულდასაწყვეტია. ანუ ეს ფოტო ირანშია გადაღებული. არა, ეს უკვე ჩვენ ჩამოსულები ვართ სადღაც, ხო, ეს უკვე ჩამოსულები ვართ. ესე ხვდები იმით, იცით, აი ეს ჩვენი სახლია და ეს ძველი მითი ეს შპალიერი რაც კედელზეა და როგორც ვიცი რომ ეს არის სახლში გადაღებული. ჩხუბობთ აქ? აქ არა, აქ და საერთოდ ჩხუბობდით კი, ამ ასაკშიც და უფრო დიდ ასაკშიც. ტყუპებს ეს ჩვევი. ჩხუბობდით. კიდევ რა ჩვევია ტყუპებს? ის მართალია ერთმანეთს რო გრძნობთ. რა თქმა უნდა, იცით რა, ეს ტყუპებს ხო ჩვეულებრივ დაძმას აბა მოაყოლეთ ნებისმიერი რო გააჩეროთ, მოგიყვებათ რომ მე მყავს მეგობარი დათო საყვარელიძე, რომელმაც მთელი განცდა ჰქონდა, როდესაც დააჩენდა, ყველაფერი რაღაც ფიზიკური ტკივილი იგრძნო, სულ არ იყვნენ ტყუპები. და ტყუპებსაც აქვს განსაკუთრებული ერთმანეთთან კავშირი. მეც მქონდა ჩემი და როდესაც მეორე შულს აჩენდა ამ სახლში ვიყავით და ისე ცუდად გავხდი გავედი უცებ თან 3 მარტი იყო ჩვენი დაბადების დღე და ისეთ რაღაცა ცივი ამინდი იყო რაღაც ქარიანი და ბავშვები ყველა აქ იყვნენ ჩემები ჩემი დის უფროსი და რაღაცნაირად ცუდად გავხდი რაღაცნაირად ისე ცუდად გავხდი რომ უთხარი რომ ხალხო ცოტა ხანს გავალმეთქი და 1-40 წუთი გარეთ სკამზე ვიჯექი არ ვიცი რატო, აი ძალიან ცუდად ვიყავი და 40 წუთის მერე აი ჩვენმა მარინამ დამიძახა კარი გაღვი, ნინო მოდი მაგამ ბიჭი გააჩინაო და ზუსტად ის დრო იყო, აი ზუსტად ის 40 წუთი იყო და მე რაღაცა ისე ცუდად გავხდი. ოღონდ არ ვიცი რა, არც ვიცოდი რომ იმ წუთში ვთქვა აჩენდა, მაგრამ არ იკავშირი. ეს არის არია შახრი. ეს არის ის სახლი, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ზამთარი როგორია, ხედავთ, თოვლიანი. და ამ სერიას აქვს კიდევ, აი ეხლა ხო ჩვენ ვართ აქ და არ ვიცი, ეს ხდება მანამდე თუ მერე, შემდეგ არის ფოტოები, სადაც უკვე უფროსები. აქ ჩვენ ვთამაშობ და ესენი მგონიანი არიან ვიღაცა ჩერნაგლაზოვი თუ კრასნაგლაზოვი არ მახსოვს ჩვენი მეზობლები. მაგრამ ამას აქვს კიდევ ამ სერია არის ფოტოების ამ პერიოდს
არ ვიცი, რამდენიმე საათში მოხდება ეს თუ 1 საათი მანამდე, სადაც დედა, მამა და უფროსი მაგათი მეზობლები გუნდაობენ. და დედა ისეთი შეწუხებულია და პირდაპირ სავსე იყო შემოსასვლელი თოვლით. ეს არაჩვეულებრივი ის არის პერიოდი. ბავშვები პატარები საზღვარგარეთ რაღაცა ესეთი სასიამოვნო გარემოა და მე და მაკა რა ბედნიერები ვართ. მე რასახება რაღაცნაირი ესეთი. გახარებულები ვარ და მახსოვს ამ თოვს რო ვჭამდით. დედა ეს ძალიან არცივა, იმიტომ რომ დედა კაბაშია და კარგი პერიოდი. გესიზმრება თიქაურობა. ადრე მესიზმრებოდა და ეხლა აღარა, ის წყდება რაღაცა კონტაქტი მეხსიერების, მაგრამ ზოგჯერ მეხსიერებას აქვს ასეთი უნარი, რომ არ ვიცი ეს რაზეა დამოკიდებული, არ ვიცი ეს ალბათ ყველას აქვს ეს რაღაც აი სუნთან არის ეს კავშირი. სხვადასხვა აი ახლა აქტებს წიგნი დღეს მე და ჩემი შვილი რაღაცაზე ვმუშაობდით და ესმაუნიანის ერთი ლექსი მოუტანე სუნი, რომელიც აი ზუსტად ამაზე ისე კარგად აქვს ესმას, კარგად უწერი ამაზე. და მეც ასე განვიცდი, მეც ასე ვგრძნობ, ზოგჯერ მიდიხარ რაღაცა სუნი გამოიწვევს ისეთი რაღაც ველის გახსნას, შიგნით უცებ გაიხსნება, დეტალებში გახსოვს რაღაცა სუნი, გზა, ფერი, რამხელა შესაძლებლობა ქონია მეხსიერებას. აი რეკონსტრუქცია ხდება და შენ მოგზაურობ, გადადიხარ, პორტაცია ნამდვილი, მაგრამ ეს ისე იშვიათად ხდება. თუმცა როცა ხდება ეს სასწაულია. გადავარდები ხოლმე სადღაც. ყველაზე მეტად სად მოგდომებიათ ესე მოგზაურება, რომელ დროში ჩემი ცხოვრება, რომელ მოგონებაში შეიძლება. აი, იცით იმდენი რამეა, რომ აი ერთი შესაძლებლობა რომ მოგცეთ. რომელს აირჩევდით? არ მინდა ამაზე ლაპარაკი. ვაიმე, ეს არის ჩვენი კლასი. როგორც ჩემი ლუკა ამბობდა, აი ჩვენი სკოლა, აი ჩვენი კლასი. აი ეს არის ჩვენი კლასი. რამდენი რამის მოყოლა მინდა, მაგრამ რაღაცა მაჩერებს, რომ ყველაფერი ბოლომდე მოუყვე, რა ტრამვები და რა სიხარული იყო, კარგს მოვყვები. მე ვზივარ ბოლო მერხზე. ეს იგი ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ უნდა ვისხდეთ 45 წუთი, აი ესე სწორად, ხელები უკან, აი ესე. ხელები ესე დაწყობილი 45 წუთი. რამე თუ ან ასე და ესე ხელი აიწიო. მე ვიჯექი 45 წუთი ეს. ჩემი და არც ერთი წუთი არ იჭდა. და 45 წუთი ვეხვეწებოდი, გეხოცები ესე დაჯექით. აი ესეთი სულელი ვიყავი მე. და სულ ვიტანჯებოდი რომ აკა. აქედან ერთი ჩემი კლასელი აღარ არის ცოცხალი. ვინც ახლა არის ცოცხალი, ყველა შემდგარია. ყველა თავისებურად, ყველას თავის საქმე აქვს, ყველას კარგი ოჯახი. არაჩვეულებრივი კლასი მყავს. წინა მერხზე ზის ნატო მურვანიძე. ჩვენ 2 წელი ერთად ვსწავლობდით. აი, ეს არის ნატო. საყვარელი. ნატუკა. ხო და ჩვენ ინსტიტუტშიც ერთად ვსწავლობდით და თეატრშიც მე რაღაც პერიოდი ერთად და მოკლედ. აი, ამდენი წელია. 59 წელია ვმეგობრობთ. დიახ. და ჩემი საყვარელი კლასელები. კარგად სწავლობდით? იცით, მე კარგად ვსწავლობდი, ხო, медали არა, მაგრამ აი 5 ატესტატი და ამით ზარმაცებიც ვიყავით, მე როგორ გითხრათ, არ ვემზადებოდი, ის დრო ხო ყველა რაღაცა შემზადებოდა. მე არაფერში არ ესო სამსახიობოზე აბარებსო და ამას რა შეჭირდება. არაფერში არ ვემზადებოდი, ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს. არ იყო ესეთი არც ჩვენგან არც მშობლები რაღაცნაირად აი ესე არ გთხოვდნენ, არ გვაწუხებდნენ რომ გინდა თუ არა медали და მე ჩვენ დროს медали ისეთი იყო, ისეთი ტრამვა იყო медали, ძირითადად სამედიცინოსთვის ჭირდებოდათ.
ჩვენ ყავდა კლასში არაჩვეულებრივი გოგო, რომელსაც სახელს არ ვიტყვი უბრალოდ, რომელმაც 10 წელი ისწავლა, იყო ფრიადოსანი და მარტო ფრიადოსანი არ იყო, ეს იყო აი რამცი ყველაფრით შემკული ადამიანი. არაჩვეულებრივი სმენა ქონდა, უკრავდა ერთნაირად ინტელექტუალური, არაჩვეულებრივი ადამიანი. მე-10 კლასის ბოლოს медаლი არ გაატანეს და პირველ წელს ვერ მოეწყო. აი ესეთი გარემო და სიტუაცია იყო. შემდეგ ამ ადამიანმა წლების მერე თვითმკვლელობით დაამთავრა ცხოვრება. და მე ვთვლი, რომ აი პირველი გატეხვა მოხდა მაშინ, როდესაც ესეც უსამართლობა ჩაიდინეს და აი ამას თუ ვინმეს ეკუთვნოდა медаლი, ალბათ ამ გოგონას ეკუთვნოდა. ეს არის ჩემი დამოკიდებულება და მე მინდა რომ როგორც არ უნდა ვთქვათ, ვიღაცას გული დაწყეს ან ეწყინოს, იცოდნენ რომ ასეთი ეს იყო დიდი უსამართლობა. ამან არ გამოიწვია, რა თქმა უნდა, მაგრამ ერთ-ერთი ისა ჩვენ ყველა ასე ვთვლით, ჩვენი კლასელი. ეს არის ჩვენი სკოლა იყო ექსპერიმენტული, მეორე ექსპერიმენტული და იყო ინგლისურის კუთხით და ფსიქოლოგიის კუთხით ექსპერიმენტი. მე რაღაც პერიოდში ეს ექსპერიმენტი დასრულდა, მაგრამ სკოლა დარჩა ექსპერიმენტული. და ჩვენ ყავდნენ კარგი მასწავლებლები ინგლისურის და ჩვენი კაბინეტი იყო ლინგვოფონის კაბინეტი, სადაც გვიტარდებოდა ინგლისურის გაკვეთილები. აი ჩვენი ლინგვოფონის კაბინეტი აწყობდა სპექტაკლებს ინგლისურ ენაზე და ეს არის პიგმალიონის ეს არის ბერნარდ შოუს პიგმალიონი, სადაც მე ვთამაშობ ლიზა დულიტლს. და საიდანაც დაიწყო ეს ჩემი გაგიჟება თეატრით და მსახიობობით, რაზეც დედა ეუბნებოდა მასწავლებლებს, ვენერა ტურიანს და მანანა გერსამიას, რომ თქვენ დაღუპეთ ჩემი შვილი და ისინი ამბობდნენ, რატო დაუღუპეთ? ვითამაშე თუ არა ყველამ და ეს მსახიობია და მე მახსოვს სპექტაკლის წინ როგორ არ ვიცოდი რა იყო ეს რატო, მაგრამ მთელი ღამე არ მეძინა და დედას ვეუბნებოდი როგორ დედა ამბობს, მე ეს არ მახსოვს რომ შენ არ იცი რა ბედნიერი ვარ მეთქი რომ ვთამაშობდი ინგლისურად ვთამაშობდი და იყვნენ გაგიჟებულები ეს ძახდნენ ეს არის მსახიობი, ეს არის თქვენ დაგუპეთ და მე სპექტაკლებზე მოდიოდნენ ძალიან ხშირად ჩემთან და აი ვენერა ტურიანი მოდიოდა და გიჟდებოდა სულ სიხარულით და სიყვარულით გულშემატკივრობდა. ეს იყო პირველი როლი და მე ეხლა უკვე მართლა აღარ მახსოვს, მაგრამ მე მახსოვს რომ ძალიან დიდ ხანს, ალბათ ერთი 15-20 წელი ზუსტად ის განცდა მქონდა მე აი რუსთაველის თეატრშიც რომ ვთამაშობდი, ვთქვათ, სპექტაკლზე გასვლის წინ, რა განცდებიც მქონდა აი ამ ლინგვოფონის კაბინეტის მოწყობილი სპექტაკლზე გასვლის წინ. აი დიდი კი არაფერი არ იყო შეცვლილი. ეხლაც აი განცდა, ის ემოცია, ის სიამოვნების გრძნობა შენარჩუნებული იყო დიდხანს. და რაღაც თვალსაზრისით ეხლაც არის შენარჩუნებული. აი ძალიან ესე გადავახტით. ესე იგი ეხლა პირდაპირ 15 წლიდან ვთქვათ, აღმოჩნდი სადღაც 25 წლის ასაკში, 26 წლის ასაკში, 10 წელიწადში. ეს არის ლადო ბურდულის სახლში, ლადოს სახლში, სადაც ეწყობოდა სულ რაღაც ალტერნატიული, რაღაცა ჩვენება, მუსიკა, რაღაც შეხვედრები და რაღაცა ცენტრი იყო, რაღაცა კულტურული, ხლა დღეს რო ვხვდები, ესე იყო. და ჩვენ ვხედავთ რაღაცაზე ვლაპარაკობთ, ლადო რაღაცას მიყვება. მე უკვე რაღაც ცხოვრებისეული რაღაც გამოცდილებები მაქვს, აქ მე მგონი ჩემი პირველი ქორწინება დასრულებულია უკვე და მე ისეთ რაღაც ისეთ გარდამავალ ტრანზიციის პერიოდში ვარ. ხო, რაღაცა დასრულდა, რაღაცა დაიწყო. უკვე ფაქტიურად, რა ვიცი, ერთი ჩემი აქტიური კარიერის რუსთაველის თეატრში იმის ნახევარი გაკეთებული მაქვს აქ.
უკვე ვიცი დაახლოებით საითკენ მივდივარ, როგორ გულისტკენაც ვიცი რა არის, უკვე პირადიც და პროფესიულიც და რა ვიცი, ძალიან საინტერესო. კარგი დროა ვიცი ახლა სად ვარ, როგორ ვარ და საინტერესო. ხალხის გაცნობა იმაშინ გავიცანი კარგად ლადუც და უამრავი საინტერესო ადამიანი და აი ესეთი კარგი ასაკია, კარგი პერიოდი. რომელი წლებია? აი მე მგონი ეს არის უკვე 97, 96, 97. ის ძალიან ცუდი წლები უკვე გადაგორებულია. ხო რა, ის 92, 13, 14, 15, ეს მძიმე 91 გადაგორებულია და ეს არის ესეთი უკვე თითქოს სტაბილურობის, მაგრამ ჯერ კიდე ბევრი რამე რომ გაურკვეველი და რაც თავარია მე მგონი მე მაქვს აქ საშინელის რაღაც ქაოსი თავში, იმიტომ რომ რაღაც ერთი დამთავრდა, რაც მეგონა რომ ჩემი ცხოვრების მთავარი ისტორია იყო, ქორწინებას გულისხმობ და ვარ აი ცაში გამოკიდებული, მაგრამ ისევ თავისუფალი და ისევ ახალგაზრდა და წინ ქვეყანის არის ცხოვრება გაშლილი და საოცარი გრძნობების პერიოდია. მე მაშინ გავიცანი ძალიან საინტერესო ხალხი, მაშინ გავიგე რა ვინ არის კასტანე და მაშინ დავიწყე კითხვა უამრავი სულ სხვა ლიტერატურის, დავიწყე ვარჯიში, ტენსეგრიტის ვარჯიშობდი კასტანედას ტექნიკას და ესე ხო იცით მაშინ რაღაც ახალის მოდის გურჯიევი, წყება უსპენსკი, აი მთელი ამბავი რაღაცა გადაეშვები რაღაცაში და ეს ძალიან გამზარდა ამ პერიოდმა. ძალიან მიშველა ამან ყველაფერმა და როგორც ახალგაზრდა ადამიანი ვითარდება რაღაცებს საკუთარ თავზე იწყებს მუშაობას კითხვები უჩნდება იცით პირველი ტკივილი და პირველი აი ესეთი სულ ვიძახდი რომ მე ვარდისფერი სათვალე მქონდა და ეს დაინგრა და გამოჩნდა რა არის ცხოვრება და აი ამ ცხოვრების აი ამის დაძლევის პერიოდი იყო უამრავ რაღაცას რო ეცნობი კითხულობ ნახულობ ადრე არც ქონდა ამის დრო და უცებ ეს და ამ ტკივილის მუშუშების პერიოდში უამრავი ახალი გზა რომ იხსნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ტკივილი და რაღაცა ლახვრის ჩარტყმა და მე აქედან გამოსვლა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური ეტაპი ადამიანის ცხოვრებაში. ხო, ეხა უკან დავბრუნდეთ. ეს ვართ 19 წლის. ჩვენი ბაბუას დის შვილი წავიდა საფრანგეთში გადაცურა თურქეთით წავიდა და წავიდა პარიზში ემიგრაციაში. და ეს იყო ძალიან დიდი ტრამვა მთელი ოჯახისთვის აღბეჭდილი და მე ვერასოდეს ვერ დაბრუნდა, ვერ ნახა თავისი დედა. და აი მისმა შვილებმა ჩვენ დავპატიჟეს 19 წლის რომ ვიყავით და 40 დღით წაგვიყვანეს პარიზში 19 წლის გოგოები 89 წელს. რასაც ნახავ რომ იმას ფიქრობ რომ ჩახვალ როგორ მოყვევი ამას. და გარდა იმისა რომ ვიყავით პარიზში, მე ჩაგვსვეს მანქანაში და წაგვიყვანეს ლაჟვარდონვან სანაპიროზე. და მე მგონი აი ერთი თვის მანძილზე 25 დღეში მე მგონი ნახეთ 100 მუზეუმი. და როგორი გიჟებივით დავდიოდით ერთი მუზეუმიდან მეორე მუზეუმში, ეს იყო რაღაც საბჭოთა ადამიანის პარადიგმა, რომ მეტი შეიძლება აქ ვეღარ მოხდე. ჩვენ იოლად ჩაგვიწყეს მოგვცეს ეს ვიზა, რასაც და ჩემ დეიდას მესამე მცდელობაზე. ამიტომ არ იცოდი ეს როგორ იქნებოდა კიდე წახვიდოდი არ წახვიდოდი და უნდა გენახა ყველაფერი და ის რომ ახსენდება მე დღემდე მეზიზღება ეს მუზეუმში სიარული ასეთი ტრამვა რამც ეხლა წლებთან ერთად მე მივხვდით მე მაქვს ეს ჩემთანს არა ჩვენ რომ ჩავედით ყველაფერი ვიცოდით სად რა არის აი როგორ იზრდებოდა საბჭოთა ადამიანი ყველაფერი ვიცოდით სად ლუვრია, სად რა მუზეუმია, სად შევდივართ, ეს ხო ეს არის და სად არის? ეს ვენერა მილოსელია, თუმცა ვენერა მილოსელს შოკი დამემართ. ლუვრში ვიყავით, ვეძებდით. ყველაფერი ვიცოდი, ეს იმპრესიონისტები, ისა, ძველი რომის, საბერძნეთი, ყველაფერი კლასიკოსების აღორძინების ხან და მე ჩემ ადამიანს ახლა ნინო გამოიხედე, ერთი წუთი მოიხედე. რაღაცნაირად ისე
გავიხედე და ესეთ კორიდორში, სვეტებიან კორიდორში, ესეთი კარგი განათების გვი რაღაც პატარა. მე რატომღაც მეგონა რომ ეს მილოსელი რა ვიცი, ნახა ილუსტრაციებში რაღაცა დიდი ხალი ულამაზესი, თხელი, კარგად ესეთი ქრქალი განათების ქალი იდგა. გავგიშდი. და მე მაქვს სადღაც წაკითხული რომ ჰეინეს სკამი ქონდა იგი იჯდაო და მე წაიღესო ის სკამი დიდხანს იყო ესეთი იჯდა და ტიროდაო რო უყურებდა ისეთი იყო აი როგორი რაღაცა გამჭვირვალე მსუბუქი გამოვშტერდი ისეთი ის იყო შთაბეჭდილება წარუშლელი ჯოკონდა ვერ ნახეთ მონალიზა იმიტომ რომ აი ესე იყვნენ ტურისტები აი ასე იყვნენ ფოტოაპარატიანი შორიდან რამდენჯერაც მე მგონი ორჯერ ვარ ნამყოფი ორჯერ ლუვრში ვერც ერთხელ ვერ ნახე ვერც ერთხელ ილუსტრაციებიდან ვიცი და ჩვენ ვიცოდით ყველგან ყველაფერი ეს იმის ტაძარია, ამის ტაძარი, ისად არის, ესად არის, ისინი გიждდებოდნენ საიდან ეს ყველაფერი, იგი საბჭოთა ადამიანს, ინტერესიან ტურისტს, ყველაფერი ქონდა თავში. წაგვიყვანეს შანზელიზეზე, ის შთაბეჭდილება. რაღაცა ყველაფერი რო პრიალებდა და ყველაფერი ბრჭყვიალებდა და პირდაპირ შეგვიყვანეს იმაში. ეხლა ჩემადამ გამახსენა, რომ ეს იყო სეფორა, იმ დროინდელი სეფორა. რაღაც საოცარი სილამაზის იყო და მე მახსოვს რა გვიყიდეს სუნამო იყო ესეთი ტრისტანო ონოფრი რაღაც საოცარი ის იყო ლამაზი ბოთლი და სუნი რამდენი რამე გვაჩვენე რა იყიდეთ ყველაზე მეტად რაც გინდა და თაკ რო ვერას დროს იშოვიდით ტანსაცმელი ძალიან ბევრი საჩუქარი გაგვიკეთე ჩვენ არ ქონდა ბევრი ფული მაგრამ მათ საჩუქრები უამრავი საჩუქარი ეს იყო კიდე ცალკე ამბავი როგორც ამოვედით ეს საჩუქრები როგორც ჩამოვიტანეთ მოსკოვამდე მატარებლი და მოსკოვიდან უკვე თვითმფრინავით მატარებლით მივდიოდი და იყო 2 დღე ნახევარი და გამოგვატანეს რაღაც ჩანთები დიდი მაღალი რომ ეს 2 დღე კარგად გვეჭამა და ჩვენ და ჩვენი ახლობლები იყვნენ კიდევ რამოდენიმე ქართველი და ეს ჩამოვიტანეთ იმას რა შეჭამდა და რომ ჩამოვედით მამა სამსახურში მიდიოდა და ეს იგი ძალიან გვიან მოდიოდა ჩვენს უგავარდნილები ვიყავით ვერ შევხვდით ვერაფერ დილას დაუდეთ ყველი რაღაც ისეთი უცნაური რაღაცები და დაუტოვებდი მამიკო აი ეს მიირთვი დღე 2 დღე ვერ შევხვდით მოვდიოდით გვიან მამა უკვე იწვა მესამე დღეს წერილი დაგვიწერა ძალიან კარგია, მაგრამ შეერი მივდივარ მესამე დღე და მიაწერეთ მაინც რა არისო და რასთან იჭმება. და იუმორი აქვს და მე კიდე ბევრ ამაზე სულ გვაშაყირებდა, რომ ხო ეს პარიჟი. კარგი იყო, ჩვენ აი ხა დაივიწყეთ როგორც კოშმარული რო დაგხვდა გითხრა. ხო კარგი იყო ჩვენ ძალიან აი ხა დაივიწყეთ როგორც კოშმარული სიზმარი. ძალიან ის იყო საოცრება იყო, შოკი იყო. ეს ვარ 28 წლის და ეს უკვე არის რაღაცა ესეთი რაღაცა ყველაფერი რო გერგება, ჭამს, სვამზე, ახლა ეს საიდანა მაქვს ეს რუჯი, თიანეთში ვარ ჩემ მეგობართან, პატარა მის შვილს ელენეს უვლით, აი ჩემ ქეთი კუჭავასთან დავდივართ ამ იმაში, იორზე, დღეში 2 ჯერ ჩამოვედი ისე დედაჩემ შეეშინდა რომ დამინახა და მეგობრობ მაშინ დავმეგობრი დიზაინერთან გიორგი ნადირაძესთან და იმან გააკეთა ესეთი რა ქვია მოდების ჩვენება იყო და მეც ვიღებდი მონაწილეობას და ეს კაბა შეკერა ჩემთვის. შემდეგ ეს კაბა მე მგონი გაიყიდა. მე მგონი კი გაიყიდა, მაგრამ ახლა ზუსტად არა ვარ დარწმუნებული ვინ იყიდა ეს კაბა. არ ვიცი. არ მინდა რაღაც შეცდომაში შეგიყვანოთ. აქ ვარ 28 წლის, 29 წლის, აი ესეთი კაბა, მე სულ გახსნილი ზურგი აქვს და ესეთი ლამაზი სურათი იყო, ზურგით ვზივარ, ჟურნალი არის სტუდია, მე მგონი იმის პირველი ნომერში ეს ჩემი ზურგი და ზუსტად მახსოვს რომ იმ ზურგზე არ მქონდა სკოლიოზი.
იმიტომ რომ მე როდესაც უკვე შვილები გავაჩინე და ვაჭმევდი და ისა რომ ვაჭამე ორივეს შემდეგ გამიმრუნდა ხერხემალი და რომ მეკითხებიან ეს ბავშვობიდან არის ვენ მე არა მე კარგად მახსოვს რომ იმაში ძალიან ლამაზი ფოტო იყო და იქ ლარივით სწორი ხერხემალი მქონდა და მე გამრუდდა ცოტა აი ეს ის პერიოდია და ნუ რა ვიცი იქ თავი მომწონდა ვერ გეტყვით როგორ იმ პერიოდში ქალად რომელ მომენტში გზენით რომ რაღაცა გოგო ხარ აი თან ჩვენთან მიღებულია რომ აი ბიბიოჩემიც კი თავის მეგობრებს გოგოებს ეძახდა ანუ რაღაცა თითქოს ბოლომდე გოგო ბიჭები ურჩებით რა კაცებიც და ქალებიც აი როდესაც პირველად მითხრეს ქალბატონო უკვე ეს მივხვდი რომ მორჩა შეიცვალა ჩემი სტატუსი აი პირველად ხო ისეთი უცნაურია ჯერ ერთი გეტყვის ქალბატონო აი მე ფიქრობ მე მეორე ქალბატონო მე მესამე და უკვე ხვდები რომ მორჩა შენ უკვე შეიცვალე შენი სტატუსი და ეხლა ზოგჯერ ვიღაცა რო გეტყვის გოგოებო რო დაგიძახებენ ეს არის რაღაცა გაიგეთ რა და გოგოებო ესეც ხდება ზოგჯერ ვიღაცას შეეშლება რაღაც უდად ხედავს და შეიძლება კითხოს გოგოებო ესეც ამ პერიოდიდან არის ეს ვარ ველოდები გურამ წიბახაშვილს უნდა გადაგვეღო მაში არქივში ქონდათ პატარა თავის სტუდია და გურამა დააგვიანა თუ მე მივედი ადრე და მოვიდა მეჩითოვი იურა და ბევრი ვილაპარაკეთ და ამ ლაპარაკის დროს მიყვებოდა თავის ისტორიებს მეც და მიღებდა და სულ მეუბნებოდა სულ ამბობდა ეს ისეთი კარგი ერთხელ თქვა ისეთი კარგი გოგო ისეთ საყვარი აი ჩასახუტებელი მაგრამ აი ფოტოებში ისე კარგად არ გამოდისო არა მაშინ ასე მოეჩვე ნუ არ არის მოდელი ნუ ესე თქვა მოკლედ მაგრამ მე ნელა ჩემი ცხოვრების მანძილზე მე მგონია რომ ეს სიტყვები გაბათილდა იმიტომ რომ მე მგონია რომ ეს ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ეს არის სფერო იყო მოდელი და საერთოდ ფოტოგრაფია და მე მგონი რომ ძალიან კარგი ფოტოებიც გამომდიოდა რა უცნაურია ასაკში უკეთესი ვიდრე ახალგაზრდობაში აი სწორედ ის ქალობა მე მომიხდა უფრო ახალგაზრდობაში ვიყავი უფრო აი როგორ გითხრათ უფრო სერიოზული და დაღვრემილი ვიდრე მერე და ახალგაზრდობას უხდება რაღაცა ცოტა სისულელე და ცოტა აი მაიმუნობა მე ეს მაკლდა უფრო სერიოზული ვიყავი და ეს რაღაცა ასე რომ იურა ამაში მართალი იყო შეიძლება ამის თქმა უნდოდა და მე ეს ასაკში ძალიან კომფორტულად გრძნობ აი თქვენ რაც თქვით რომ ქალი მე ძალიან კარგად და კომფორტულად გრძნობ თავს ველოდებოდი გურამს და მოვიდა იურა და გურამთან დიდი მეგობრობა მაკავშირებს ჩვენ ბევრი რამე გადაგვიღია მე ვერაფრით ვეღარ გადაიკვეთა ჩვენი გზები მაგრამ ყველაფერი წინ არის ეს მე და ჩემი ქმარი ლექსო ამ სახლთან სანამ ეს სახლი იქნებოდა იყო სხვა სახლი სადაც ჩვენ გადმოვედით მე ის ძალიან დიდი ხნის სახლი იყო დაინგრა და ეს ავაშენეთ და აი ეს ადგილი არის აი აქ არის კუთხე ეს არის გათბობის რადიატორი აქ დგას იყო ერთი დიდი სავარძელი ჩემი ქმარი იჯდა ყოველთვის აქ უყურებდა ტელევიზორს და იმის გვერდზე იყო პატარა სკამი. მიუჩნდებოდი და იმ ესე იჯდა და მე ეხლა ერთ დონეზე ვხედავთ ეს მგონი რაღაცა სხვა სკამზე ვზივარ, მაგრამ სავარძლის გვერდზე ვიჯექდი ესე უყურებდი ტელევიზორს. და ხო ხედავთ როგორი სახე მაქვს ბედნიერი და გახარებული. ძალიან ახალგაზრდები რო ხართ და ძალიან რო ის არის. გასult მომენტი როცა გაიფიქრეთ რომ აი კი ჩემი ადამიანია. კი როგორ არა პირველივე ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს ჩემი ძალიან ახლო მეგობრის კლასელია
და სწავლობდა გერმანიაში, მიდიოდა და სულ გესმოდა ლექსო წავიდა, ლექსო მოვიდა, სუფიქრობ, ვინ არის ეს ლექსო რომ მიდის, მოდის და ყველა რო ელოდება, აი ლექსო მოვა და ჩამოვა და მე ჩვენ სადღაც წავალთ. გოგოები წაგვყვანს. და შემდეგ მის ქორწილში აი ქორწილის დღეს უკვე არ ვიცი როგორ დამთავრდებოდა, მაგრამ უკვე ვიცოდი რომ ჩემი ადამიანია. თუმცა არ ვიცოდი როგორ დამთავრდებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ მივხვდი რომ ეს არის ჩემი ადამიანი. დიახ. აჰა. ინტუიცია? მარტო ინტუიცია არა, აი ყველაფრით მივხვდი რომ ეს არის ჩემი ადამიანი, აი ყველაფრით. სუნით ყველაფრით ვიგრძენი რომ ეს ძალიან ესეთი ცხოველური იმით მივხვდი რომ ხო ეს არის ჩემი ადამიანი. ეს არის ვიღაცა, ვინც რაღაცას ძალიან ძველს მაგონებს ჩემს ოჯახში, ჩემი არა. ეს არის მაკბეტი. მე ვარ რუსთაველის თეატრში, ეს არის მესამე სპექტაკლი, სეჩუანელი კეთილი ადამიანი იყო პირველი. არა ვიტყუები, მერე იყო დედაენა. მე ეს ორივე რობერტ სტურუას სპექტაკლია, შემდეგ იყო ირინეს ბედნიერება, დაიწყო ანდრო ენუქიძემ და დაამთავრა რობერტ სტურუამ. და იმ ირინეს ბედნიერებაშიც პარტნიორები ვიყავით, ყველგან პარტნიორები მე და ზაზა და აი იქ გამოჩნდა რომ ჩვენ შეგვიძლია კიდე უფრო შეიძლება უფრო მეტი ვიდრე პარტნიორო, კიდე უფრო ესეთი სხვა თემებში წასვლა და მე უკვე მაკბეტი დადგა რობერტ სტურუამ და აი ლედი მაკბეტი და მაკბეტი. საოცარი სპექტაკლი იყო, არაჩვეულებრივი. და მე და ზაზას ჰქონდა რაღაც არაჩვეულებრივი პარტნიორობა. ჩემი საუკეთესო პარტნიორი იყო. პირველი, მე სხვა პარტნიორებიც მყოლია, კარგი ძალიან და ისა, მაგრამ ეს იყო პირველი ჩემი, აი რა, ჩვენ განუყრელის ჰქონდა ტანდემი. ბევრი წელი სულ წყვილში ვიყავით და შემდეგ უკვე ვიღაცები რო გაჩნდნენ, გაიყარა ჩვენი გზები და მე ზაზა თეატრიდანაც წავიდა, მაგრამ აი ალბათ ერთი 7-8 სპექტაკლი იყო, სადაც ვიყავით მუდმივად პარტნიორები და აი უთქმელად გვესმოდა ერთმანეთის. არასოდეს არანაირი კითხვა სცენაზე რა უნდა გაგვეკეთებინა, არ მქონდა რომ ეს როგორ რანაირად აი უთქმელად გვესმოდა ერთმანეთის. ცხოვრებაში სხვათა შორის ისე არ იყო, მაგრამ აი თეატრში რაღაცა წარმოუდგენელი ქიმია იყო, წარმოუდგენელი. ისეთ რაღაცებს აკეთებდა, ზაზამ ძალიან ბევრი რამე მასწავლა. გულდასაწყვეტია რომ ზაზამ თეატრიდან წავიდა, იმიტომ რომ ის ძალიან დიდ რამეს გააკეთებდა მსახიობებისთვის, ძალიან დიდს. ესე მოხდა, ისე აეწყო მისი ცხოვრება. რაღაც საოცარი პერიოდი. საოცრად საინტერესო. რამდენი საოცარს და აღმატებულს ვამბობ, მაგრამ ჩემი თაობის ხალხი მიხვდება, რომ მე არაფერს არ ვაჭარბებ. ესე იყო წლები, გადადიოდა ერთი სპექტაკლიდან მეორე სპექტაკლში და ესეთი ძალიან დიდი წარმატება ჰქონდა, უამრავი მაყურებელი და ძალიან დიდი სიყვარული სუფევდა მაშინ. მინდა გითხრათ. მადლობა რომ ეს ფოტო რობერტ სტროზე არ მითხარ საუბარი. არა, როგორ არა, რატომ არ მინდა? და მკითხეთ. იცით რა? ის რომ თქვენ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადამიანი იყო ალბათ. იცით რა? მე მოვედი რუსთაველის თეატრში, ვიყავი 23 წლის. და წავედი, ვიყავი 59 წლის. ესე იგი, წარმოიდგინეთ, რამდენი წელი გავატარე თეატრში. ჩემი თეატრში მოსვლა, ჩემი მსახიობად დადგომა, თუ შევდექი როგორც მსახიობ, ჩემი პიროვნებად ჩამოყალიბების, აი ძალიან დიდი ნაწილი, აი ეს ყველაფერი უკავშირდება რუსთაველის თეატრს და რობერტ სტურუას. ის წარმატება, როგორც მსახიობის, რომელიც მე ხვდა წილად, ეს არის ძალიან დიდი წვლილი ამაში მიუძღვის რობერტ სტურუას. აი ის როლები, ეს ხო მარტო როლები არ იყო, ის მუშაობა, ის ურთიერთობა, ის სიყვარული, გაფრთხილება, რაც მე მისგან ხვდა წილად, ეს უნიკალური იყო და ამაში
მე არც ერთ სიტყვას არ ვაჭარბებ და არ ვამეტებ, ეს ზუსტად ასე იყო და ჩემგანაც უდიდესი აღტაცება, პატივისცემა და დაბრმავებული სიყვარული იყო წლების მანძილზე. მაგრამ დგება მომენტი, როდესაც თავრდება რაღაც. თავრდება შემოქმედებითი და გულდასაწყვეტია თუ პიროვნული ურთიერთობაც. მაგრამ ეს ესე ხდება. ადამიანი რომ გაიზრდება რაღაც იმას, უნდა წავიდეს, გააგრძელოს და ასე მოხდა ჩვენ შემთხვევაში. რაღაცა ეტაპი დამთავრდა შემოქმედებით და შემდეგ ადამიანურიც, იცით, ხედვები, პოლიტიკური ხედვები, ეს ყველაფერი რაღაცა განსხვავებული იყო და დამთავრდა მე წავედი თეატრიდან. ის ყველაფერი რაც იყო, ის არის ჩემში. ეს იყო წარმოუდგენლად საინტერესო პერიოდი და რა ვიცი, როგორ გითხრათ, ერთი ცხოვრება. მაგრამ ყველაფერი როდესაც მთავრდება. მე ძალიან მადლობელი ვარ მათი ყველასი. კარგის და სიყვარულის და სითბოს მეტი არაფერი არ გამომიხატავს მათ მიმართ, მაგრამ ეს ფურცელი გადაშლილია. ეხლა ჩემი ცხოვრება გრძელდება, მას შემდეგ სულ სხვა, ისეთი სხვათა შორის როგორი ბედნიერი ვარ, რომ მე სხვა ხალხი გავიცანი. ვერასოდეს ამას ვერ გავაკეთებდი. მე აი უნიკალური ბედი მარგონა ღმერთმა, რომ მე აქაც ვიყავი და შემდეგ უკვე ქუჩაშიც აღმოჩნდი და უკვე რასაც ისინი აი მეინსტრიმის მიღმა თეატრს, ექსპერიმენტს რასაც ეძახი, იქაც აღმოჩნდი და მე აღმოვაჩინე სამყაროს, სხვა სამყარო, მე ბედნიერი ადამიანი ვარ და ჩემი დიდი განცდა არის იმაში, რომ მე ხვალ ექსპერიმენტი გაჩერებულია. რაღაცა დროით, რაღაც სხვადასხვა ახალ თეატრს, სამეფო უბნის თეატრს დიდი პრობლემები აქვს. ძალიან, როგორ დაეტაკა საზოგადოების რაღაც ნაწილი. ეს არის კატასტროფა, არ შეიძლება ის ექსპერიმენტი ასაზრდოებს კლასიკური გაგებით, კლასიკურ თეატრებს და სახელმწიფო თეატრებს. ამას ერთად აქვს ძალა. არ არის აუცილებელი, რომ ისინი გადაბმულები და ჩახუტებულები იყვნენ. ეს ხშირად არის ანტაგონისტური ნაკადები, მაგრამ ეს ერთმანეთს აცოცხლებს. ეს არის სიცოცხლე, ეს არის ბედნიერება. ეს არის ჩემი ცოლის დაქალება. უმნიშვნელოვანესი ეპიზოდი ჩემს ცხოვრებაში, საიდანაც მოვიდა ჩემი პოპულარობა. და ამას რო ვამბობ, ჩემი თაობის და უფროსი თაობის ხალხი ისე ბრაზობს, იცახის რა თუნდა, რა როგორ არ იცოდნენ ნინო თეატრში, არ იცოდნენ. არ იცოდნენ, იმ არ იყო თეატრი. ეხლა უფრო პოპულარულია და მაშინ არ იყო პოპულარული. თან ეს მთელი ეს 90-იანი წლები, მოკლედ რთული პერიოდი ხვდა ჩვენ წილად. და ამიტომ არა თეატრში არ დადიოდა იმდენი ადამიანი და მე ჩემი ცოლის დაქალებმა ჯერ ერთ-ერთი საინტერესო ხაზი იყო ჩემთვის წარმოუდგენლად საინტერესო აი მე მერაბი შემოგვიერთდა მეორე სეზონში თუ მესამე სეზონში საინტერესო ის იყო რაღაც ძალიან დიდი გამოცდილება იყო და თან იცით რა სულ ვამბობდი მე ვინ მათამაშებდა ამდენ აი როგორ ვთქვა, ამდენ ფილმში სად ვითამაშებდი, სადაც ქალი არის, თან კარიერაზეც არის აქცენტი, პირადზეც არის აქცენტი, ოჯახზეც, შვილებზეც, კრიმინალური სიტუაცია, ქალი მკვლელი, ქალი შეყვარებული, ქალი ასეთი, ქალი მასში საქმეში. აი ვინ არ იყო ამის საშუალება ყოველ შემთხვევაში, ჩემ ცხოვრებაში, ჩემ კარიერაში არ იყო და ამ სერიალმა კიდევ ყველაფერი გამატარა, ძალიან დიდი გამოცდილება შემძინა და კამერასთან მუშაობა მასწავლა და რაც მთავარია, მომცა საშუალება, რომ მე ყოფილიყავი ადეკვატური დროის. ძალიან ხშირად მხვდებიან და მეკითხები, ჯერ მაკას მეძახიან, მაგრამ მე ძალიან სიამოვნებს, რომ მაკას მეძახიან, იმიტომ რომ ჩემი და მაკაა და ხშირად მეკითხებიან, რომ არ იქნება გაგრძელება და მე იმედს ვიტოვებ, რომ დადგება დრო, როდესაც ეს პროექტი შეიძლება ცოტა სახეშეცვლილი გააგრძელებს თავის არსებობას. ეს ძალიან ძვირფასი სურათია ჩემთვის. ვარ აქ მე მგონი ალბათ ერთი 35 წლის 35 არა ზუსტად გეტყვით 39 წლის ვარ
ეს არის ბიდერმანის და ცეცხლის წამკიდებლების პერიოდი, როდესაც ჩვენ ითქმება რუსთაველის თეატრში, რობერტ სტურუა დგას და ამ სპექტაკლის დაფინანსებაში მიიღო მონაწილეობა ალან რიკმანმა. ალან რიკმანი იყო სტურუას მსახიობი, როგორც ამბობდნენ, ჩემს რუსთაველის თეატრში მოსვლამდე ჰამლეტი დადგა ლონდონში, მე მგონი ნაციონალურ თეატრში, თუ არ ვცდები და ალან რიკმანი ათამაშა. და დამეგობრდნენ. და შემდეგ რა გქონდათ ურთიერთობა და აი ამ დროს ჩამოვიდა ჩვენ ვაჩვენეთ ეს სპექტაკლი და მე მახსოვს და რომ ჩამოვიდა აი მე მივედი რობერტ სტურუასთან და უთხრა რომ შეგიძლიათ რაღაცნაირად მე ძალიან მინდა რომ ამ კაცს აი როგორ გავბედე საერთოდ არ ესეთი ურთიერთობა არ მქონდა მე და რობერტ სტურუას მაგრამ უთხრა რომ მე ძალიან მინდა რომ ამ კაცთან რაღაც ან ვითამაშო ან შეხების წერტილი მქონდეს და რამე შეიძლება რომ გავაკეთო ვიფიქრებ მომითხრა და იყო ესეთი შემდეგ პატარა ესეთი წარდგენა იყო რუსთაველის თეატრში მისი საღამო იყო მაგრამ სანამ დაიწყებოდა რაღაც ესეთი იმპროვიზირებული სკეჩივით გააკეთა ალან რიკმანი იყო ჰამლეტი ზაზაც იყო ჰამლეტი და მე ვიყავი გერტრუდა ხა რამდენად უმცროსი ვიყავი და მე ინგლისურად რომ ვიბნეოდი რომ ეს ჰამლეტია, მაშინ ეს ვიღაა ეს ჰამლეტი და ისეთი საყვარელი სასაცილო პატარა ეწოდი გამოვიდა, აი ახლა უხდი კიდე ცალკე რობერტ სტურუას ამისთვის მადლობას. არანაირი ღელვა არ მქონა, არანაირი მორიდება, ძალიან გამართულად და ისე გრძნობდი თავს, იმიტომ რომ თეატრი ის ადგილია, სადაც მე ძალიან საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ და მგონია რომ ქართული თეატრალური ტრადიცია ქართულ თეატრალურ ტრადიციას ყველას თამამად შეუძლია გაუსწოროს თვალი. ისეთი უბრალო, ისეთი განათლებული და რაღაცნაირად საყვარელი კაცი იყო. ამ სიტყვას რო ხმარობ, მაგრამ ესე იყო, საყვარელი კაცი იყო. და როგორი თბილი და როგორი შეყვარებული საქართველოსი, სტურუაძე გიждდებოდა და რა ვიცი. მე ძალიან გახარებული ვარ, ეს ფოტო არც მახსოვდა რომ იყო და ეხლა და რო გარდაიცვალა ძალიან დამწყდა გული ჩემი გული რაღაც გაიხლეჭა ეს იყო ძალიან მოაზროვნე ადამიანი და ბევრი რამის გაკეთება შეეძლო და ახალგაზრდა წავიდა კარგები ადრე გვტოვებენ გულდასაწყვეტი ეს ვარ წელს მე და ჩემი და შემოდგომაზე მიტინგს აქციაზე მოვდივართ რაღაცაზე ვსაუბრობ და ვლაპარაკობთ. იცით როგორ არის ჩვენ დედა გვყავს ავად და განაწილებულები ვართ. მე დედას ვუვლი, მაკა ქუჩაში დგას. ან ზოგჯერ პირიქით. მე ქუჩაში ვარ და მაკა ეს არის, მაკა დედას უვლის. მოკლედ ეს ორი ძალიან დიდი გამოწვევაა ჩვენ ცხოვრებაში და ერთმანეთს ანგარიშს ვუწევთ და ვეხმარებით. აი როგორც იქ პატარები რო ვიყავით. და ჩვენ გვჯერა რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი საქართველოს ძალიან დიდი ისტორია აქვს, უნიკალური ქვეყანა, ძალიან ბევრ რამეს გაუძლო და ორივეს გვწამს და გვჯერა რომ საქართველოს თავის ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს, აქვს დამკვიდრებული და დაიმკვიდრებს მომავალშიც და ყველაფერი იქნება კარგად. ამას რომ მეუბნებიან, მე ცუდად ხვდები, რას ნიშნავს ყველაფერი არის ნერვიულო, ყველაფერი იქნება კარგად. აი რანაირად, მაგრამ ჩვენ ამის გვწამს და ჩვენ გვჯერა, რომ ეს ესე იქნება და ჩვენ ვართ ამაში ერთსულოვანი. და მე ყველა ახალგაზრდას, ყველა უფროს მოუწოდებ დიალოგისკენ, ერთმანეთის გაფრთხილებისკენ და საკუთარი პრინციპების დაცვისკენ.